Ну, ჩვენ პირველად არ გვესმის ის განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებულად მიმდინარეობს. წინა მოლაპარაკებების მაგალითიც რომ მოვიტანოთ, ხო, ანუ მაშინაც იყო ანალოგიური განცხადებები, თუმცა ნახეთ რომ შედეგი არ დამდგარა. შესაბამისად, ხო, ну, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა იმედით უყურებთ ამ მოლაპარაკებების პროცესს, თუმცა რამდენად მოხდება ამ მოლაპარაკებების შედეგად რაიმე ხელშესახების შედეგების მიღება კითხვის ნიშნებს აჩენს იმ ფაქტორის გამო, რომ ჩვენ ნახეთ, რომ მან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც არის ამ მოლაპარაკებების ეს არის ტერიტორიული საკითხები, ხო, რომელზეც ჩვენ ხედავთ, რომ ერთი მხრივ პუტინი არ აპირებს არანაირი დათმობის გაკეთებას და მეორე მხრივ რაიმე სახის ტერიტორიული დათმობა ეწინააღმდეგება უკრაინის ეროვნულ ინტერესებს და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს საკითხი თუ არ იქნება რაღაც დონემდე მოგვარებული, ხო, მე არ ამგონია, რომ რაიმე სახის ხის გარეშე რეალისტურად გესახებათ, რომ მაგალითად სხვა საკითხებზე იყოს რაიმე ტიპის შეთანხმება, თუნდაც ცეცხლის შეწყვეტაზე, ამის გარეშე წარმოუდგენლად. Ну, რა თქმა უნდა, რაღაცა დათქმებით შეიძლება რაღაც პროგრესი იყოს, თუნდაც დღეს ჩვენ მოვისმენთ, გუშინ მოვისმენთ ჩვენ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ნატოზე გარკვეულწილად უარის თქმა, მაგრამ რაღაც მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიები. და ამერიკა დადგეს თქვა გარანტულად ევროპა და ასე შემდეგ და რეალურად შესაძლოა უფრო ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები აღმოჩნდეს ეს ვიდრე ნატო. თუმცა ჯერჯერობით ამ საკითხი დგას ტერიტორიებთან დაკავშირებით და ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. შესაბამისად, სანამ არ მოხდება ამ საკითხის ირგვლივ რაღაც კონსენსუსის მიღწევა, ნაკლებად სავარაუდო არის, რომ რაიმე რეალურად ხელშესახების შედეგი საკვანძო საკითხი პრინციპში ორივე მხარისთვის არის ეს, მაგრამ მოდით ტრამპის პოზიციებზეც მინდა რომ ვისაუბროთ, ბატონიკა, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ არაერთხელ ცვლილება მისი პოზიციების, კომენტარების, მიდგომების, როგორც პუტინთან, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით. აი ახლა ითქვა, რომ 25 დეკემბერი თითქოს იყო კიდევ ერთი დედლაინი აი ამ მადლიერების დღის შემდეგ, მაგრამ ის, რასაც ამბობს დონალდ ტრამპი, იმ შემთხვევაში, რომ თუ ის დაიღალა მართლაც, როგორც თავად ვეთქვა პუტინისგანაც და ზელენსკისგანაც და ეს შეთანხმება ვერ დგება, მაშინ როგორ გრძელდება ეს ომი? შეერთებული შტატების გარეშე, ჩვენ ბრიტანეთის დაზვერვის უფროსის განცხადებაც ვნახეთ დღეს, რომ ბრიტანული დაზვერვა არასოდეს მიატოვებს უკრაინას. Ну, ალბათ ეს მინიშნება იყო იმ შემთხვევაში, თუ ამერიკული დაზვერვა ამ გადაწყვეტილებას. მაშინ როგორ გრძელდება ეს ომი, ნიკა, თქვენი? მეცით რა არის, ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. იყო საუბარი იმაზე, რომ თქვათ, აი, ერთ კვირაში ამერიკა წყვეტს უკრაინის შეიარაღებით მხარდაჭერას, იგივე სადაზვერვო ინფორმაციას შეცვლილა და ასე შემდეგ. ხო, ანუ რეალურად დღეს სოფლიოში ისეთი პოლიტიკური კონიუნქტურა არის და ისეთი ცვალებადი საერთაშორისო სისტემაა, რომ ძალიან რთულია გათვალო, აი, თუნდაც ერთ თვეში რა მოცემულობა შეიძლება დადგეს და რა თქმა უნდა, ეხლა შესაძლოა ამერიკამ უარი თქვას, რაც მე ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდო არის, თუნდაც რაიმე ფორმით, მე ვფიქრობ, რომ მაინც რაიმე ფორმით იქნება ჩართული, თუნდაც იმ ფორმით, რომ ის სუფთა პრაგმატიზმიდან გამომდინარე განახორციელებს იარაღის მიწოდებას უკრაინაში ევროპის გავლით, რომ ამით თქვათ მის ეკონომიკას გარკვეული შემოსავალი კონდეს, იგივე სადაზვერვო ინფორმაციის კუთხით, თუმცა ეს ჩანაცვლებადია და ამის რესურსიც არსებობს, რომ თქვათ სხვა ევროპულმა ქვეყნებმა თუ ბრიტანეთმა დაეხმაროს უკრაინას იგივე სადაზვერვო ინფორმაციის მიღებაში. თუმცა თუ გავითვალისწინებთ ჩვენ ბოლო დღეებში ერთი კვირის წინ გამოქვეყნებულ ამერიკის ეროვნული საფრთხეობის სტრატეგიას, ხო, ანუ ამ შემთხვევაში ბევრი კითხვა იბადება თვითონ ამერიკის ზოგადად საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მომავალთან, იმიტომ რომ რასაც ჩვენ რაც თქვა 1945 წლიდან ხედავთ ჩვენ ლიბერალური დღის წესრიგი, რომელიც გარანტორადაც იყო ამერიკის შეერთებული შტატები, ხო, ანუ ამ სტრატეგიიდან და ზოგადად არა მარტო სტრატეგიიდან, ზოგადად აი ნაბიჯებიდან გამომდინარე, რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ხედავთ, ხო, შეიძლება გარკვეული კითხვები დაისვას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სხვა ქვეყნების კონტექსტშიც, რამდენად იქნება ისევ ამერიკა მაგალითად პატარა ქვეყნების მხარდამჭერი დემოკრატიული დახმარების კონტექსტში, ადამიანის უფლებების კონტექსტში და ასე შემდეგ. შესაბამისად, ხო, აი, რაც სტრატეგიული ბუნდოვნება ეჩთება მოკლევადიან პერსპექტივაში, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მაინც იმედიანად ვარ, რომ არსებობს ამერიკაში გარკვეული
ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ჩამკეტები, რომლებიც არ მისცემენ საშუალებას, რომ რაიმე სახის ისეთი სახის პოლიტიკა განხორციელდეს, რომელიც რეალურად დააზიანებს ამერიკის საგარეო იმიჯს და მის, ასე ვთქვათ, გლობალური ძალის როლს. ხო, კი ბატონო, და განსაკუთრებით იმ არჩევნების ფონზე, რომელიც იგეგმება წარმომადგენლობითი პალატის და აქ არის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორიც, მათ შორის ასეთი გადაწყვეტილება. არა მხოლოდ არჩევნები, იმიტომ რომ ახლა ჩვენ თუ ნახავთ ბოლო ტენდენციას, აქ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. პირველი ფაქტორიც არის ის, რომ თვითონ შიდა კვლევებით ამერიკის მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერა აქვს ამერიკის პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც გულისხმობს უკრაინის მხარდაჭერას. ხოლო მეორე ფაქტორი არის ის, რომ თვითონ რესპუბლიკურ პარტიაში, რომელიც აწლეულების განმავლობაში მიჩვეული იყო ასეთ პოლიტიკას, როდესაც ამერიკა გამოდიოდა როგორც ასე ვთქვათ გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფელი, ამ საკითხის ირგვლივაც გარკვეული დაპირისპირება არის შიგნით და იმ სენატორების თუ კონგრესმენების რაოდენობა, ვინც ეწინააღმდეგება ასეთ პოლიტიკას, იზრდება. შესაბამისად, შეიძლება გარკვეულწილად რაიმე სახის ჩამკეტატიც აღმოჩნდეს ამ პოლიტიკის განსახორციელება. თან ეს სტრატეგიაც რო ავიღოთ, ხო, ეს არ არის რაღაც ისეთი სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც ნამდვილად უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ არ მოხდეს იმ ფორმებით აღსრულება, რაც ნახსენებია შიგნით და შესაბამისად, აი მომდევნო თვეებში უფრო ნათელი გახდება რეალურად რა საით მიდის ამერიკა და რა პრიორიტეტები ექნება მას მომავალში. კი ბატონო, და კიდევ ერთი გამოწვევა ევროკავშირი და გაყიდული აქტივები, რომელიც უნდა გადაეცეს უკრაინას. ხო, სიბიხას ჰქონდა კომენტარი, რომელსაც დღეს უპასუხა სხვა შორის უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ ორბანი ეს არის რუსეთის ყველაზე ღირებული აქტივი ევროკავშირში. ვიცით, ჩვენ მისი წინააღმდეგობა, რამდენად დაძლევადია ეს წინააღმდეგობა და როგორ გესახებათ თქვენ ამ პრობლემის მოგვარება და რაც თავარია, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს ნაბიჯი? იცით რა არის ახლა სანქციების ისტორიაც რო ავიღოთ, რომელსაც ევროკავშირი აწესებდა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომთან დაკავშირებით, ხო, ანუ მაშინაც ჩვენ არაერთხელ ნახეთ ძლიერი წინააღმდეგობა, მათ შორის უნგრეთის, სლოვაკეთის მხრიდან, თუმცა საბოლოო ჯამში ხდებოდა რაღაც ფორმებით ბრჭყალებში გადმობირება ორბანის იმისთვის, რომ დათანხმებულიყო და ამ სიტუაციაშიც ალბათ თუ სრული კონსენსუსი იქნება ევროკავშირში, მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა შესაძლებელი გახდება, თუმცა საჭირო დროს ის ისევ დატოვებს შეხვედრას. კი, რაღაცა მსგავსი შესაძლოა იყოს, უბრალოდ აქ მეორე ფაქტორი არის, ხო, ანუ ტრამპის პოლიტიკის ფონზე ევროპაც მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ რჩება, იმიტომ რომ ევროპის უსაფრთხოება მეტწილად დამოკიდებული იყო ამერიკის, ასე ვთქვათ, სიძლიერეზე, მაგრამ თუ ამერიკა მოახდენს ჩამოცილებას და დაბრუნდება მონროს დოქტრინისეულ პერიოდს, ხო, აქ ევროპა მარტო დარჩება და აქ მთავარი კითხვა იბადება, რამდენად შეძლებს ევროპა სტრატეგიული ავტონომიის მიღწევას უსაფრთხოების კონტექსტში. თუ ევროპა მოახდენს რისი პოტენციალიც რეალურად აქვს და ნაბიჯებიც დაიწყო, ანუ ტრამპის ბოლო ერთწლიანი პოლიტიკა გარკვეულწილად რაც შოკის თერაპია აღმოჩნდა ევროპისთვის. ხო და რეალურ პოტენციალი აქვს და მკითხავება და რამდენად გამოიყენებს ამ პოტენციალს, იმიტომ რომ თუ თქვათ მოხდა ისე რომ ამერიკამ რეალურად განახორციელეს პოლიტიკა და ჩამოეცალა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას, ამ შემთხვევაში თუ ევროპა შეძლებს ამ სტრატეგიული ავტონომიის მიღებას, მაშინ ის შეიძლება წარმოიქმნას რეალურ რუსეთის საპირწონე ძალად, რომელსაც მისი შეკავების პოტენციალი ექნება. კი ბატონო, და აუცილებლად უნდა გადმოვიდეთ ბატონიკა უკვე ქართულ კონტექსტზე, როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლები და ივანიშვილის სპიკერებიც ძალიან დიდი სიამაყით გვიცხადებენ ხოლმე, რომ აი დიახ, ტრამპი და შეერთებული შტატები ახლა საუბრობენ იმას, მათ შორის ევროკავშირთან დაკავშირებითაც, რასაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ამბობდა. ეს რამდენად არის ასე და როგორ იყენებს ამას პროპაგანდისტულად ბიძინა ივანიშვილი? რა საერთო აქვს ივანიშვილის ღირებულებებს? ხო, ნუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კაფიოდ განაცხადა იმ ნაბიჯების შესახებ, რაც უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ თქვა აღდგეს ის ურთიერთობები, მათ შორის თქვენმა ტელევიზიამაც არაერთხელ დაუსვა კითხვა სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა ის ნაბიჯები. ამ ნაბიჯების მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას გარკვეულწილად პრიორიტეტები შეიცვალა, ხო, ანუ მისთვის მაინც მნიშვნელოვანი რჩება სწორედ ის საკითხები, რა საკითხებზეც ის საუბრობს იგივე თავის განცხადების შესაბამისად, სანამ არ მოხდება ამ ნაბიჯების გადადგმა, მე ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია, რომ რაიმე სახის ცვლილება მოხდეს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სომხეთის ფაქტორი, იმიტომ რომ ჩვენ გვესმოდა ძალიან ხშირად, რომ აი საქართველოს
საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და ჩვენი თქვათ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ამერიკისთვის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ სომხეთი გარკვეულწილად ჩვენი კონკურენტი ბრჭყალებში გაჩნდა რეგიონულ დონეზე და დიდი ყურადღება გადმოიწია სომხეთისკენ. შესაბამისად, ამოცემულობაში ეს მოცემულობა კიდე ერთი ფაქტორი არის იმისთვის, რომ ვივარაუდოთ, რომ ამ ურთიერთობების აღდგენა ასე მარტივი არ იქნება. კი ბატონო, და ხო ასეა ნამდვილად კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან 2 წელი გავიდა და რა სისტრაფითაც ჩვენ ვშორდებით ევროკავშირს, იმ სისტრაფით სომხეთი უახლოვდება, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ კონტექსტში ეს ძალიან სამწუხაროა. დიდი მადლობა.